მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ვინმეს ხომ არ გაუკვირდა ჩემი მესიჯი? ხა, იცით, როდესაც ყაბელაშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობდა და იმ პერიოდში მთელი ყურადღება ქალბატონმა სალომემ გადაგვატანინა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე, როგორიც არის ის ფაქტი, რომ აპირებდა სასახლის დატოვებას, რა ქვია, სასახლის დადიანებია თუ ორბელიანების თუ რაც არის. რატო გადაგვატანინა? რაში იყო საქმე? ხო და ეხლა ამ თამაშებს ისიც სწორად თქვა. ეს თამაშები იგეგმება კრემლში. და ასრულებთ თქვენ, ქალბატონო სალომე, ისა, ესა, პეტრე, პავლე, ივანე და ასე შემდეგ. ვიცით. გავაგრძელებ. ჯერ ყავა დავლიო. გუშინ სანდო წყაროებმა გადმომცეს, რომ უმეტესობას ჩვენ ქალაქში გონიათ, რომ მე ბიძინისტი ვარ, იმიტომ რომ ვთქვი ასეთი რამ, რომ ამ ოპოზიციასაც და ამ კოცებსაც ბიძინა მირჩევნია მეთქი. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ეს იყო ესეთი სიტყვათა თამაში, ყველა, ვისაც როგორ უნდა ისე გაიგო, მაგრამ ეხა ბიძინა რომ უდიდესი მოთამაშეა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამიტომაც გუშინ მომიწია კოცებთან შერკინება თემაზე, რომ თურმე ბიძინა სუფთა თამაშს თამაშობს, უდიდესი მხარდაჭერა აქვს და მთელი მსოფლიოსგან და აბა ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა და მცირე საწარმოების და ქარხნების მეტი რა არის რეგიონებში და რომ ასეთი ძვირფასი მანქანა სად დადის, ისა და მე ისიც დაამატა რომ ქვეყანაში შავი ფული ტრიალებს. რა თქმა უნდა, ეხლა კრემლში იწერება, რუსეთის სამსახურები ეხმარება, ისა, მიბმული არის პუტინზე, პუტინი 2030 წლამდე იქნება, სანამდე იქნება პუტინი, იქნება ბიძინაც, ჩემო ბატონო. და მთელი ეს განხილვები გქონდა, მე იმჩემა მეგობარმა თქვა, რომ იცით ჩინური ბანკები ძალიან მჭირდება, იმიტომ რომ პროცენტები დაიწევა და ჩვენ ვიცით რა პროცენტებითაც მუშაობენ ჩვენი საბანკო სისტემა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია გლობალურად ებრძვის ჩინეთს. ეხლა არ მინდა რაღაც მართლა აბონი კი არა ვარ ციციაშვილი, რომ იქ ამას აკეთებს თურქეთში, ამას აკეთებს სირიაში, ამას აკეთებს იმაში, არ მინდა ეხლა ამების ჩამოთვლა, ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ მინდა გავიხსენო ერთი ვიდეო. 2015 года в городе Батуми, Грузия, состоялось открытие грандиозного проекта тогда бизнесмена Дональда Трампа, первого в Закавказье 47-этажного Трамп-Тауэра. После смены власти в октябре того же года новоизбранный премьер-министр Грузии Бидзина Иванишвили демонстративно прикрыл проект и обвинил Саакашвили и Трампа в афере, сделав громкое публичное заявление. Конечно, это анекдотично и не более. Трамп в Грузии никаких инвестиций не осуществлял, и вы это прекрасно знаете. Они оба, Трамп и Саакашвили, провернули здесь трюк. Трампа интересовали деньги, и ему какие-то деньги дали. А Саакашвили, как профессиональный врун, хорошо этим воспользовался. ხო, რა ვქნათ ახლა გენაცვალე ტრამპი კი თამაშობს და შეუძლია სუფეხებზე დაიკიდოს რას ამობენ მასზე, მაგრამ მისი ცოტა ფსიქოტიპი არ ვიცით, ძალიან ეგო დამოკიდებული არის. და ის რომ გაუჩერეს პროექტი, ის რომ გამოაგდეს ანაკლიიდან თავის სტივენ ვიტკოფთან ერთად, ეს ამას არ გვაპატიებს, არ გაპატიებს თუ გაცრავად თქვენ. ამიტომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმიტომ ვამბობ, რომ ბიჭო, აქეთ ეს კაცი, ტრამპი, აქეთ, ეძახეთ, გუშინ 1-2 კინკილა ამერიკის დროშა ვნახე აქციაზე. საქართველოს არ გაუტარებს, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილს არ გაუტარებს ტრამპი მის გინებას, მის ბიზნესების ახევას და ასე შემდეგ. საიდან მაქვს ინფორმაცია? და ბოლო სიტყვა, კომპანია BlackRock-ი, რომელიც ვითომ 70% ფლობს ანაკლის პორტს ჩინეთ. კომპანია BlackRock-ი არის Deep State-ის ყველაზე ჩამპალი და ყველაზე უძლიერესი კომპანია, რომელთანაც
ბრძოლა დაანონსა ტრამპმა ჯერ კიდევ თავის წინა საარჩევნო პერიოდში, ამას აგრძელებს და დედას მოუტყნავს. ასე რომ იფიქრე ქოცო და იფიქრე ოპოზიციაც რა. მაგრამ თქვენ რა უნდა იფიქროთ? არაფრის ტრაკი აღარა გაქვთ, იმიტომ რომ ყველანი გაყიდულები ხართ, ბლად. მაქვს კონტაქტი ამერიკაში, არ დაგიმალავთ, ოღონდ არა ამერიკის სახელმწიფოსთან, სამწუხაროდ არა მაქვს, მაგრამ იქნებ ამ მესეჯების მერე დამიკავშირდეთ. არის CIA-ის უკვე პენსიაზე გასული გენერალი, ძალიან მაგარი ადამიანი, სახელსაყვარს არ მომყვა ამერიკელი. და არის ჩვენი ქართული სპეცსამსახურების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი უჭკვიანესი ადამიანი, რომლის სახელსაც არ დავასახელებ, რომელიც იქიდან ილტვის და იღწვის ჩვენი საქართველოს გამარჯვებისთვის. მართლა ხო იცით რომ ბიძინა ივანიშვილი ჰილარი კლინტონს აფინანსებდა 2016 წელს. მანამდე ობამას ადმინისტრაციასაც აფინანსებდა თუ მოკლედ ჩემო ძვირფასებო ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, არ ინერვიულოთ და აი ამ თამაშებს შვიდადაც ყნარად შეხედეთ. მეგობრებო, საჩემილია ყოველდღე დავდო აბონცეციაშვილის რუბრიკები. კვირაში ერთხელ რომ დავდო, მაგაზეც მადლობა მითხარით. მე ვიყლებ. ეშრომა, კამპუს ამაში არავინ არ მიხდის. და შენ კიდე გეუბნები, ვისაც გონია რომ ბიზნესი გავხდი და კოცი გავხდი, ხო? მე ამ ბინას არ გავყიდიდი, ტაქსებით არ ვივლიდი, გესმის? და შენსავით, ბლადზე, თვეში 5 ჯერ პაესტკებში ვიშოპინგებდი და ხათუნაფრომიტელის გამოვაწერინებდი ხოლმე შმოდკებს ყოველ მესამე დღეს მაგის დედაც. ხათუნე ნახე რა რეკლამა გაგიკეთე.